ვიდრე ნიკა მელიას პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით მოგიყვებოდეთ, გეტყვით, რომ მოსამართლე ელენე გოგუაძე სათათბიროდ გავიდა და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რამდენი დღით გაუშვებს ბიძინა ივანიშვილი ნიკა მელიას ციხეში, რადგან ეს გადაწყვეტილება გადაწყვეტს სწორედ კიდევ რამდენი თვე უნდა იჯდეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ოპოზიციის ლიდერი. ნიკა მელიამ დღეს მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმესთან დაკავშირებით ილაპარაკა. მოსამართლეს მან რომ არ ნანობს, რომ მოსამართლე შვანგირაძე გაწუწა. მელიამ აღნიშნა, რომ ერთადერთი რაც შეეძლო საკუთარი ღირსების დასაცავად იყო ის ქმედება, რაც ჩაიდინა რამდენიმე თვის წინ საქალაქო სასამართლოში, როგორც მან აღნიშნა, ის აღშფოთებული იყო იმით, რომ მოსამართლეს საერთოდ არ აინტერესებდა მელიას გატაცების ამბავი, ის ამბავი, რაზეც განსაზღვრელი სკამიდან პოლიტიკოსი მოსამართლეს უყვებოდა. მას შემდეგ რაც შემოვიყვანეს უბრალოდ სასამართლო დარბაზში და დავინახე ის ბატონი შვანგირაძე, არ დაგიმალოთ, უბრალოდ არანაირი წუხილი, არანაირი დაინტერესება, სურვილიც კი რომ დაინტერესებული იყო იმ საკითხით, რაზეც მე ვაპელირებდი ძირითადად, რომ 10 საათით ადრე, როდესაც 50-მდე ადამიანი გაგიტაცებს, შეგჩურთავს სადღაც რომელიღაცა სამარშრუტო ტაქსში, ჭიდროდ იქნებოდა ნაკლებად თუ საერთოდ არ იქნებოდა დაკავშირებული მის განსახილველ საქმესთან, მოსამართლე რომც არ იყოს მოსამართლე, მაშინ ადამიანობა მაინც უნდა გამორჩიოდეს. ეს მე მაშინ ვერ დავინახე და ბუნებრივია, მე ამ ბატონ შვანგირაძეს საპროტესტოდ დიახაც შევასწრე წყალი არა ოღონდ როგორც შვანგირაძეს ასეთ, არამედ როგორც იმ რეჟიმს, რომლის წინააღმდეგაც ჩემი მათვენით უდიდესი ნაწილი არის სამართლიანად განწყობილი საზოგადოების და არის ამ ბრძოლაში ჩართული წლების განმავლობაში, ზოგი კი უფრო მეტი ვიდრე რამდენიმე წელიწადია. შესაბამისად, აქ ჩვენ კონტექსტიდან არ უნდა ამოვგლიჯოთ ბატონი შვანგირაძეს მიმართ 500 გრამი წყლის შესხმის საკითხი. თუ დიდ სურათში დავინახავთ, ხო, მე დავინახე ბატონ შვანგირაძე როგორც ერთი რგოლი დანაშაულებრივი ჯაჭვისა. და ეს იყო ჯერ ჩემი პროტესტი იყო. პროტესტი იყო, მით უმეტეს ეს ბატონი არის განთქმული საკუთარი უსამართლო გადაწყვეტილებებით. ყველაზე მინიმალური რაც შემეძლო იმ დღეს გამეკეთებია საკუთარი ღირსების დასაცავად, რომელიც საკუთარ თავსაც კი მირჩევნია, ისევე როგორც ბევრს, გავაკეთე ის, რაც გავაკეთე და იმ უღირსობას გავეცე ის მინიმალური პასუხი, რაც ჩემს ხელთ იმ დღეს არსებობდა. პოლიტიკურ პატიმრად აღიარებულმა ნიკა მელიამ დღეს ივანიშვილის შემდეგ დაასახელა ის ადამიანი, ვისთანაც თანამშრომლობას არ განიხილავს არც ერთ ეტაპზე. ეს ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ვერ ითანამშრომლებს მიხეილ სააკაშვილთან, იმ კაცთან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მელიას და მის თანამებრძოლებს რუსულ რეჟიმთან შეკრულებს ეძახდა. მელია აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი არის სიმართლე და ის არაპირებს გვერდზე დაუდგეს ადამიანს, რომელიც ვერ აფასებს იმ ბრძოლას, რომელიც მელიას და მის თანამებრძოლებს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აქვთ წამოწყებული. ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი ბრძოლა იმისათვის, რომ მოკლე ვადაში მოვიპოვოთ გამარჯვება. ჩვენ სამწუხაროდ წლების განმავლობაში პირიქით ვაკეთებდით იმისათვის, რომ გული არ გვეტკინებინა ჩვენი თანამოაზრისთვის. ჩვენ დავასრულებთ ამ უსამართლობას იმ შემთხვევაში, თუ 30 წამში იმ შემთხვევაში, თუ ვიტყვით, რომ ბრძოლა უკომპრომისო, წინააღმდეგობა უკომპრომისო, მაგრამ ფინალი და ფინალური აკორდის აღება როდის იქნება 8 თვეში, 9 თვეში თუ 1 წელიწადში, ეს არავინ არ ვიცი. დავიგებოთ გრძელი დისტანციისთვის და მაქსიმალურად ვეცადოთ მოკლე დისტანციაში დავფაროთ ეს გასავლელი დისტანცია. კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია ჯგუფებს შორის. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მე პირადად მათ შორის ივანიშვილ ოპოზიციიდან ერთ-ერთ პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გარიგებული და გაყიდული მიწოდა. შეუძლებელია ჩემთვის ისეთ პოლიტიკოსთან, რომელსაც მე ხარიაობა რამდენიმე მისი პარტიის წარმომადგენელმა, ჩემი მხრიდან თანამშრომლობა, რომელიც შენ ბრალს გდებს ივანიშვილთან გარიგებაში. იმ ივანიშვილთან, რომელსაც მთელი არსებით ვუწოდებ
რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებას და ახლა ერთხელ ასეთ ცილისწამებულ ბრალდებას ისვრის და ბოლოში სადღაცა კატალეოპოლდივით იტყვის რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ შენ პირადი პოზიციაა მეგობრებო ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში მე ვერასოდეს ვერ ვნახავთ და იცით რომ მასთან დაკავშირებით 2021-2023 წლების პერიოდზე ბევრი მაქვს საფრთხელი კონკრეტული ფაქტები მიხარია რომ მისი პარტიის აბსოლუტურ უმრავლესობამ არ გაიზიარა მისი პოზიცია მაგრამ თუ კი სიმართლე ოპოზიციიდანვე არ იქნება დაფასებული და თუ კი სიყალბე იქნება ყველა ფეხის ნაბიჯზე თან გაყიდული ხარ და თან მოდი ვითანამშრომლოთ ეს ვერ მოხდება მე ნიკამელია ასეთი ბრალდებელის გვერდში 1 ჰექტარზეც კი ვერ ვნახავთ ვერასოდეს ერთ სივრცეში ერთ ფიზიკურ გარემოში ასეთ ადამიანთან ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი ბრძოლა, რომ მოკლე ვადაში მოვიპოვოთ გამარჯვება. ეს სიტყვები თქვა დღეს განსასჯელი სკამიდან ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ახლა პარტიული ეგოიზმის დრო არ არის, რომ მოშლილი არის ახლა პარტიულობა მთლიანად ქვეყანაში. ისაუბრა ასევე ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, მან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა სხვა პოლიტიკური ლიდერებისაგან განსხვავებით, ამბობს, რომ ცუდი შესაძლოა არ იყოს პარტიების აკრძალვა, რადგან მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი პოლიტიკური კლასი დაიბადოს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც სიმართლით და წმენით ეცდებიან დაამარცხონ ივანიშვილის რეჟიმი. ეს არის სწორედ ის სიტყვები, რომელიც ნიკა მელიამ თქვა. ჩვენ ახლა შეგვიძლია მელიას სიტყვიდან, ვრცელი სიტყვიდან ფრაგმენტი მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. ეს ფრაგმენტები Telegram არხზე გავრცელდა და სწორედ ამის მეშვეობით აქვთ მაყურებლებს ახლა შესაძლებლობა მოისმინონ, რა თქვა ხტომათა დარბაზში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა. დღეს სიცხვილიც კი არის ადამიანი ფიქრობდეს პარტიულ ეგოიზმზე, პარტიაზე ზოგადად და ფრაქციაზე. მე ვფიქრობ, რომ ბევრი მიფიქრია ამაზე ციხეში პარტიების აკრძალვის საკითხზე, რომელსაც გეგმავს ივანიშვილი და გაგიკვირდებათ და პარადოქსალური პოზიცია მაქვს მე რთული ალბათ რომელიმე რეჟიმის რომელიმე სიშლეგეს კვერი დაუკრა მაგრამ თუ კი მაინდა-მაინც კვერის დაკვრა და დათანხმება ამ სიშლეგეს დავითანხმებოდი კიდევაც ვინაიდან დარწმუნებული ვარ რომ ნულიდან აშენდება პოლიტიკურობა ამ ქვეყანაში რეალური ნამდვილი პოლიტიკურობა და გაცანტვერებიდან აღდგება რეალური პოლიტიკურობა მანამდე კი მე ასევე მიმაჩნია რომ ჩვენ თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პატრიოტი ქართველი და მაშინ როდესაც პარტიული პოლიტიკა დაბრუნდება, პარტიულობა დაბრუნდება, ბუნებრივია ყველა ადამიანი თავის თანამოაზრეს იპოვის ისტორია მაგვიკრძალა მარცხი არ შეგვიძლია დამარცხება ამ სიტყვებით დაასრულა საბოლოო სიტყვა ნიკა მელიამ მოუწოდა ყველას რომ 28 ნოემბერს გავიდნენ ქუჩაში და ბევრმა ადამიანმა საკუთარი პროტესტი ივანიშვილის რეჟიმად გამოცხადებული ხელისუფლების წინააღმდეგ დააფიქსიროს სოლიდარობა გამოუცხადა პოლიტიკურმა პატიმარმა მოშიმშილებს და გამძლეობა უსურვა ყველა იმ ადამიანს ვინც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის ნიკა მელიამ სწორედ ამ სიტყვებით დაასრულა საკუთარი საბოლოო სიტყვა ის ახლა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყავს საბადრაგო სამსახურს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი როგორი იქნება მოსამართლე გოგუაძის გადაწყვეტილება მოსამართლე შვანგირაძის გაწუწვის საქმესთან დაკავშირებით როგორც მოსამართლის მდივანმა მხარეებს შეატყობინა წინასწარ დაურეკავენ ადვოკატებს და შეატყობინებენ როდის გამოაცხადებენ ნიკა მელიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას